გამო რომ თეორიული განათლება მაქვს ხელოვნების ისტორიის, ზოგადად ჩემი რაღაც იმპულსები ალბათ უფრო აი ტექსტებიდან მოდის ხოლმე, კვლევებიდან მოდის ხოლმე და ასევე გარემოსგან, რომელიც ჩემს ირგვლივ არის. ნუ ქართული ხელოვნება, როგორც იცით, უმეტესი რაც დიდი რაღაცები მნიშვნელოვანი რაც შეიქმნა, არის შუა საუკუნეები და ძალიან პროტესტი მქონდა მაგისი რა, არ მომწონდა თავიდან, რომ ვერ ხვდებოდი ჩვენთან რანაირ კავშირში იყო რაღაცა თანამედროვე ხელოვნება მაინტერესებდა და მე მაინც ისეთი რაღაც ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და მაინც ესე ტექნიკურად დავიწყე მაგ ყველაფრის სწავლა, თუნდაც იკონოგრაფიის, თუნდაც რელიეფების როგორ რაღაცნაირად დავიწყე იმის დანახვა, რომ რეალურად ძალიან მგავდი ამ რაღაცებს, რასაც მეგონა რომ არანაირი კავშირი არ მქონდა. იმ სამყაროს, რომელიც საქართველოს არის ხო, აი რაღაც ჩვენი მიკროკოსმოსი ხო, იქ იყო ძალიან კარგად გამოსახული ნებისმიერ ფორმაში და ნებისმიერ რაღაც იდეაში, რაც იდო ამ ფორმის უკან. შემოქმედების პროცესი ხო, რაღაცა შენი თავის რეფლექსია არის რეალურად, ყოველთვის ხელოვანი ალბათ თავის მიკროკოსმოსს ქმნის. შენდობით მომიხსენია თქვია ამ გამოფენას, რომელიც ბუკი ავახანიას გალერეაში წარმოვადგინა. საქართველოს ჩემი პირველი სოლო არის. ჩემი მეგობრებმა მომცა ეს ინსპირაცია სალომე ასათიანმა გამიზიარა ფილმის სცენარი, რომელიც ფარჯანოვის დაწერილი შუშანიკის წამება იყო. და წავიკითხე სცენარი, ძალიან გავოცდი, იმიტომ რომ საოცარი სცენარი იყო და გამიკვირდა როგორ არ იყო გადაღებული ეს ფილმი. რატო არ იყო გადაღებული, აღმოჩნდა რომ ქართულმა კინოსახლმა საბჭოთა დროს არ მისცემს უფლება რომ ეს ფილმი გადაიღო. მივხვდი რომ რაღაც შედევრი იყო უბრალოდ ურცელზე დაწერილი და რაღაც სკეჩები მოყვა და ჩანახატები ფარაჯანოვის და რაღაც ძალიან ისეთი უსამართლობის განცდა გამოჩნდა. მე დავიწყე ამ სცენარზე მუშაობა და ეს ნამუშევარი არის რო კანონიკური, ეს არის თვითონ შუშანიკი, არის გაჯაჭვული. ზოგადად ეს ოთახი არის დასაწყისი იმისა თუ როგორ იწყება შუშანიკის წამება. ასევე ეს ეკლესია რო არის ეგ ტიტოლის ხელი ხო, მავედრებელი ეკლესიით ხელში. ეგეც არის აი ზუსტად მაგაზე მაგიტო გავაკეთე ეს ტაძარი, რომ თვითონ ფარაჯანოს ბევრი აღწერები ქონდა სომხეთში ეკლესიების თითქოს შუშანის ენატრებოდა რა თავისი სამშობლო და ალბათ აი ფარაჯანოვის ის იყო რა ეს რაღაცა მეტაფორა, მივხვდი რომ აქ იყო დაბადებული, მაგრამ რაღაც იცოდა რომ იქ იყო თავისი სამშობლო. ერთი სცენა არის, სადაც შუშანიკი უკვე იწყებს სასწავლო მოქმედებას და მასთან მოდის ოჯახი, რომელიც შორიდან არის მოსული და არ უჩნდება ჩვილი და შუშანიკი მათ უშვებს ტყეში რაღაც ხესთან ილოცავს 3 დღე და ღამე და ოღონდ ისე რომ გაშიშვდნენ და ბრუნდებიან და უჩნდებათ ვაჟი. მაგ ნამუშევარს ქვია 30 ვერცხლი. ვარსქენის პორტრეტი არის ალბათ ეგ ნამუშევარი, იმიტომ რომ ის რეალურად ხო რატომ ამ თავის სარწმუნოებას სulis ძალაუფლებაზე და ფულზე. აი იქ რომ ვარდები არის, ეს არის პირდაპირ ფარაჯანოს ქონდა ერთ-ერთი ის ბოლო სცენის ჩარჩოსავით ქონდა გაკეთებული, იმიტომ რომ ფილმებში მას აი აშიქერებშიც აქ ეს ჩარჩოები ხო, როცა ერთი კადრიდან მეორეში გადადის და ზუსტად ეს თქოს აი ანტრაქტის შექმნება არის ხო და აი ზუსტად ეგეთი ფინალური სცენა იყო ეს ვარდები და სადაც რო წამა შუშანიკი ვარდების თვეს ამადამ დღეს. ეს ნამუშევარი სხვათა შორის არის დედაჩემის იდეა რომ გამეკეთებინა. გამახსენდა ეს ისტორია რომ აფხაზეთში ვიყავით, ძალიან პატარა ვიყავი მაშინ და ნუ ჩუმად გადავიპარეთ რა თქმა უნდა. ვიყავით დედაჩემის მეგობრებთან წასულები. და უკან მოვდიოდით, მაშინ იყო თხილის კრეფის სეზონი, მიკროავტობუსით მივდიოდით, სადაც ძალიან თხილები ედოთ და გაჩერდნენ პარტიზანები, რომლებსაც უნდათ ვითომ პარტიზანები რეალურად ყაჩაღები იყვნენ, რომლებსაც უნდათ რაღაც თხილი წაეღოთ თუ რაღაც და დედაჩემი ძალიან დაიბნა და ძალიან დაიწყო ყურება ამათი და ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც იარაღით იყო და სახეც არ უჩვენდა, დაარტყა მინას და არ გატყდა ეს მინა, მაგრამ გაიზარა. ზოგადად ეგ ხელოვნებას მართლა ძალიან კარგი ესეთი თვისება აქვს, რომ შეუძლია დროში გამოგზაურო. დაგაფიქროს იმაზე, რომ შენ წარსულში რა იყო შენ ხარ და მგონია რომ ეგ არის ზუსტად ამ მონუმენტური ხელოვნების უნიკალურობა. სიმარტივე უბრალოება და ამასთან ერთად ეს მონუმენტურობა, რომელიც დროის მიღმა არსებობს, აი ეგ სივრცე ზუსტად ქონია მაგას ასახავს. თან ეს სივრცე არის საბჭოთა დროს შექმნილი, ჩვენს უკანაც რელიეფ გავს ცოტა კოლხურ ბალთას მაგალითად და ნუ ძალიან ისეთი არქაული მარტივი ფორმებია, შეიძლება მატის მივამს გასვათ და შეიძლება რაღაცა ქართულ რაღაც პალეოლითის ხანის ნახატებს და მგონია რომ აი ზუსტად მერისი მიღწევაც მინდა ჩვენს ხელოვნებაში ზუსტად მაგას ასახავს. შუშა არის ჩვენთვის ძალიან ისეთი
საკრალური და თან მონუმენტური და თან კამერული რაღაცა შეგიძლია რა მინით რო შექმნა, იმიტომ რომ იმდანაც ამ სივრცესთან იმდანაც ზემოქმედებაში მიდის მარტივად შეუძლია ალბათ რომ ადამიანში რაღაცნაირი აღთოვანების შეგრძნება გამოიწვიოს. ზოგადად გონია რომ ხელოვნების ნაწარმოებს როცა ქმნის არტისტი ის მერე იწყებს ცალკე უკვე ცხოვრებას, ხო? ანუ რაღაცნაირად ის არის საინტერესო, რომ ის ნამუშევარს რა ძალა აქვს ჩემს გარეშე რა, ან შეიძლება სრულიად შეიცვალოს კონტექსტი და ეგ არის ჩვენთვის ასევე ძალიან საინტერესო. დიდი გზა მაქვს ალბათ კიდევ წინ გასავლელი, მაგრამ თან რაღაცაები უკვე ისე მივხვდი, რომ რაღაც აღარ ვთამაშობ და მაგრამ რაღაც ნამდვილ რაღაცებს ვაკეთებ.